ჩვენი პრობლემა საქართველოში ჩვენივე მოსავლელია და ცნობიერებაა შესასწავლი და ასეთი დაქცეული ქვეყანა აღარ იქნება ეხლა როა გაზარმაცებული, დაქცეული და გაქცეული. მოსახლეობა სასწრაფოებაც მიცემული გაედინებიან ახალგაზრდები, გაედინებიან. ყველა ცდილობს რამენაირად თავს უშველოს. ვინც გონიერი ახალგაზრდა არის, ვისაც სწავლა არ ეზარება და მაგ სწავლით ვერაფერს ვერ მიაღწია მათ, ცდილობს რომ სწავლე გააგრძელოს და ან დაასრულოს საზღვარგარეთ თან იქ იმუშაოს. ასეთი ახალგაზრდები თიჯი ჩამოსათვლელი მართლა არიან. და არიან უფრო ვთქვათ ქირურგებიც ამერიკაში. თიძეა ჩამოსათვლელი თიძე. და ესეთი ახალგაზრდები საქართველოში ტოვებენ ქვეყანას, რომელთა ინტელექტი საქართველოში რაღაც გამოუყენებელია. არც სპორტსმენები გაჩერდებიან, არც ერთი დარგის, სადაც გასაღდებიან, სწავლენ და დატოვებული ქართველებს უხარიათ, რომ ეს ქართველები მიმოფანტული საზღვარგარეთ როგორ თურმე განადიდებენ ქვეყანას. რას განადიდებენ? ფეხბურთით შეიძლება ქვეყანა განადიდო, ჭიდაობით და კრივით შეიძლება ქვეყანა განადიდო. ქვეყანა ამერიკა სიძლიერე, ამერიკის და რუსეთის სიძლიერე სპორტსმენებით კი არ განისაზღვრება. მისი სამხედრო პოტენციალით, ეკონომიკით და მთელი სოციალური წყობით და ამაში არის ეს სპორტსმენებიც. ჩვენ ქართველები დავდევთ ვინსად იჭხუბა, ვინსად იჭიდავა, ვინს ტანგა აწვია და გავგვითქვეს სოფლიოში განთქმულები ვართ. მერე ჩამოყავს ტანგისტები პოლიტიკოსებად, ფეხბურთელები ერთი მერია, მეორე პრეზიდენტია და ვართ დაშისკვრაში. ეს არის ბიზნეს მართლობა. ახლა არ საქართველოს დიდებაზე არ ვილაპარაკოთ ეს სისულელი არა. თავის ცხოვრება მოიწყო ყველა ფეხბურთელმა რა 20 წლის ბიჭი რომ მილიონერი გახდება 20 წლის ბიჭი 23 წლის ბიჭი 11 მილიონს აძლევენ რომელი მასე მელაპარაკებით კარგით ერთი აი ნიჭია ფეხბურთელია დარბის გენეტიკა დისციპლინირებული და უყუროს ახლა საქართველოს პატრიოტიზმს პატრიოტულად მოტივებით რო დარჩენილიყო ახლა რუსთავის გუნჩი ან ბათუმში რა ჩემფეხებს მისცემდნენ 2000 ლარი წავიდა ეგ რამდენიმე ფეხბურთელია უკვე საზღვარგარეთ აი რამდენელნელა ხო იტალიაში თამაშობენ საფრანგეთში თამაშობს ხალხი იქით ვალენსია და რაღაც გადადიან ბიჭები პატარა ბიჭები 20 წლის 23 წლის ხო მიხედეს თავის თავს ამებმა გამოიყენეს სპორტული ნიჭი და ინტელექტუალური მეცნიერული ნიჭი ვისაც აქვს ისეც გამოიყენებს საზღვარში და ვინც უნიჭო და დებილია იქნება მანდ რა არის პატრიოტული მოტივებით ვინ გამდიდრებულა საქართველოში პატრიოტული მოტივებია გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილი თუ ვასაძე აღარ გვინდა ეს ყალბი გატრაკებები რა ხალხს ცხოვრება უნდა გამიგე და რა ნიჭი გაქვს თუ არ ფასდება შენი საქართველოში ძალიან კარგი რომ გაგიხსნეს გზა და მიდის ზოგი იაპონიაში ტიტუელ ტრაკით აწვება მეორე იაპონელ ტიტუელ ტრაკს და ფული ხო გააკეთა მე ნიკოს უსუნია თუ შალიკოს უღიტინე ესეთი გვარი როა ხო ცოტა იუმორით ხო იცით ეს ტოშიკო მიცუნე რო არის მიშუნია თუ რაღაცა ის გორში ტიტუელი კაცი არის ხო რომ მიწოლოდა რაღაცა 2 კაპიკი გააკეთა კაცმა ხო პატრიოტული მოტივები იქ ვერაფერს ვერ გააკეთებდა ხო აი ეს მდგომარეობა საქართველოში რო შეიქმნა იმის დამიხედვით ვის რა ნიჭი აქვს ფეხბურთი ისა გენეტიკური ისე რა თქვა რაღაცა ფიზიკური სპორტული მუსიკალური ყველა ტოვებს ქვეყანას ხო ზოგს უმართლებს გარეთ ზოგს არა უმართლებს რა თავის სპეციალობით ჩაჯდა და ახლა თავისი სპორტული იმით არის გაუმართლა აგე თამაშობს უცხოეთის გუნდებში ვიდრე და ირბოდია ოკრო-ბოკრო რაღაცა საქართველოს სტადიონებზე და ითამაშო ახლა თბილისში ეთამაშო ერთ უბანს მეორე უბანს და მე გასვლა ქონდეს ბათუმში და რუსთავში და გორში მანდ რა ფეხბურთელი გამოხვალ ეს არ გადამრიო არანაირი ის არ არის ხო კონკურენცია ბიჭები ნიჭიერი ბიჭები გავიდნენ გარეთ რა გადაყარეს დარბიან თამაშობენ აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ და 11 მილიონი 23 წლის ბიჭი რომ 11 მილიონს წელიწადში აიღებს ახლა და 10 წლის კონტრაქტში დააგროვენ ნახეთ რა შემოვა მანდა და სასახლეს დაგიდგამთ და მე უნდა ტაში უკრათ რა კაი ქართველი არის ხო ასე რომ ქვეყანა ნახეთ ჩვენ გაედინება ხალხი გარეთ და თავის ყოფიერებას იშენებენ და მათ პატრიოტები შარვაჩახტილები არიან და ხატებით დადიან გიჟებივით რა იარეთ ახლა ხატებით მანდა გაგამდიდრეთ ეს ხატები და არიან გამოთაყვანებული ბერები და მონაზვნები და იარეთ ასე იჩოქეთ მანდა და დილიდან საღამომდე ილოცეთ და იყავით და ლოცვის პასუხი არის ქვეყნიდან გაქცევა, ქვეყნის დაქცევა და ასეთი უთანასწორო ცხოვრება. აი ეს არის თქვენი რელიგია. თქვენი რელიგია არის ქვეყნის ამომგდები რელიგია. მაგის უკან სატანადოს.